სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. ეს ისეთი მაგარია. ცხენი მინდა. ასე მალე არა. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა გვენახა მოგეწონებოდა თუ არა ეს. ცხენის ყიდვაზე საუბარი არ ყოფილა. იოცნებე ელიოტ. მამა დიდი ხნის განმავლობაში მპირდებოდა პონის ყიდვას, მაგრამ ეს არ მოხდა, ეს მხოლოდ სიტყვებია. არა და ძალიან შეგეშინდა. როდესაც ბოლოს დაჯექი პონიზე. რატომ ხარჯავთ ფულს ამ გაკვეთილებზე? თავადაც ვასწავლიდი, ვფიქრობ ეს პროფესიონალებს უნდა მივანდოთ, არა? დედა, მხედრად ვარ დაბადებული. ვასწავლიდი. მიხარია რომ ეს კვლავ გაინტერესებს. მინდა რომ ელიოტთან ერთად წახვიდე. რა? ის ძალიან პატარაა იმისათვის რომ მარტო იაროს. სულაც არა. კი. მოკლედ მე დაკავებული ვარ სალონში ჩავეწერე. შენი იმედი მქონდა. დიდად მადლობელი ვიქნები. ეს პორტატული ეკოლოგიურად სუფთა დანადგარია გადამუშავებისათვის. და საბოლოო პროდუქტი არის სუფთა საწვავი. ეს გადაჭრის საწვავის პრობლემას მთელს მსოფლიოში. თუ სამყარო გრეიპფრუტის ზომის იქნება. სხვათა შორის ამისთვის პრემიაზე წარმატგინეს წლის ახალგაზრდა გამომგონებელი. მშვენიერია ლუის. ახლა გეკითხავ მოაშორე აქედან. ის ჩემს კლიენტებს აფრთხობს. მე ვფიქრობ რომ მაგარია. მართლა? ამ ჯილდოს გამო ძალიან ვამაყობ შენით. მე ჯერ მხოლოდ ნომინირებული ვარ. ჯეიმისა და მისი ტოსტერის დანადგარს უნდა ვაჯობო. გონია რომ გაიმარჯვებ. იცი, რაღაცის კითხვა მინდოდა და შესაფერის დროს ველოდი. რა უნდა გეკითხა? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა. პიჯაკები უნდა გვეცვას, ჰალსტუხები, ლიმუზინებით წაგვიყვანენ. მართლა? მაგარია. არასოდეს მიმგზავრია ლიმუზინით. ეს კარგია, იმიტომ რომ მინდოდა ჩემთან ერთად წამოსულიყავი. ანუ როგორც მეგობარი, რა თქმა უნდა. ვიფიქრე გავერთობოდით. ხვალ 8 საათზე გამომივლიან. ლოის. შენს გამო ძალიან მიხარია. მაგრამ მგონი ეს არც ისე კარგი იდეაა. მაგრამ მაინც მადლობა. ჩაიშალა. ეს ჯირითის ინსტრუქტორია? არა, ეს ცხენია. აი, ინსტრუქტორიც. გამარჯობა, ეს ელიოტია, მას უნდა რომ ჯირითი ისწავლოს. ჯობია, ეშს გაესაუბროთ. რით დაგეხმაროთ? თქვენ ხართ ჯირითის ინსტრუქტორი? დიახ. რამე პრობლემაა? არა? უბრალოდ მე მგონა რომ უფრო დიდი იქნებოდით. მართლა. და მაინც რამდენად დიდი? როდესაც მე ვსწავლობდი, ყველა ინსტრუქტორი დიდი იყო. და ეს დიდი ხნის წინ იყო? არც ისე? გასაგებია, მაგრამ მე 4 წლიდან ცხენზე ვზევარ, ასე რომ 14 წლიანი გამოცდილება მაქვს. კარგია. მე კი 6 წლისამ დავიწყე. როდესაც პატარა პონიზე ეს ჩემი ძმა ელიოტია. მას ძალიან უნდა რომ ისწავლოს. ძალიან კარგი. მე ეში ვარ ელიოტ. და შენ? ემა. შეიძლება ცოტა სწრაფად. კარგი. აკეთ. ალბათ ყველა მოგილოცა რა? გმადლობ. ამბობენ რომ კარგი საღამო იქნება. ლიმუზინით წაგიყვანენ. არასოდეს ვჯდარ ვარ მასში. ეს მინიშნება იყო ლუის. ახლა უნდა გეკითხა ხომ არ გინდა შენთან ერთად წამოსვლა. თუ ჯერ არავინ დაგიპატიჟია. მე არა. მაგარია მოვილაპარაკეთ. რატომაც არა? მშვენიერია.
რა მაგარია. მეც მინდა რომ ასე ვისწავლო. ძალიანაც ნოგიხარია, გებრანჭება. ეს ძალიან მაგარი იყო. მე ამბოხე ძალიან მაგრად ხდება. თუ დემონსტრაცია დასრულებულია, იქნებ გაკვეთილი დაგვეწყო. კარგი. დაჯექი ცხენზე. მე კი ელიოტს დავეხმარები. მე? შენ ხომ შეგიძლია ჯერითი. კი. თუ გინდა უფრო ასაკიან და მშვიდ ცხენს მოვიყვან, როგორც პატარებს. არა, არ გინდა. კარგი, მე ამბოხე მშვიდია. მართლა? მაშინ რატომ ქვია მე ამბოხე? დაგეხმარო. არ მინდა. ოზანგი წესრიგშია? სრულიად. ნუ ჩქარობ, დანი კარგად აიტანე. გასაგებია. იქნებ არა. გვერდებში არ დაარტყა. შვიდად მე ამბოხებ. კარგი, წავალ უფრო მშვიდ ცხენს მოვიყვან, რომელიც ახალ ბედებისთვისაა შესაფერისი. კარგი. მალე დავუბრუნდებით. ეცადე, არ გააბრაზო. დავიდე ამანებე. ეს სპეციალურად არ გამიკეთებია. კმარა. ემა, კარგად ხარ? არ შემოხვიდეთ. პირსახოც დაგიტოვებ. ეს ისეთი სასაცილო იყო. პირდაპირ წყალში ჩავარდა. კარგია. რა ოქენიამ საძაგელცხენს? არაფერი არ მიქნია. უკენი. ეშისთვის რომ მოგესმინა? ელიოტ, არ გინდა ფეხბურთი ითამაშო. ხვალინდელ დღეს ველოდები. ისევ ვიჯირითებთ. არა, შენი ჯირითებ, მე კი აქ დარჩები. დედამ თქვა რომ უნდა წამოხვიდე. ხვალ კურსი მიმთავრდება. დღეში უნდა წავიდეთ და ეშმა მითხრა რომ ეში. ჩემთვის სულ ერთია რა თქვა ეშმა. კარგი, წამოვალ. გონი ეშმა მოგხიბლა არა? საყვარელი იქნება. თან ძალიან. სულაც არა. და რომც იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უყურადღებო და მოსაბეზრებელია, ფიქრობს რომ ყველაფერი იცის. უკვე მომწონს, მე კი არა. ემა. ხანდახან თავადაც ხარ ხოლმე ასეთი. მასთან გასაუბრება სცადე. მარა, არ მინდა რჩევები. ლუის ჯერ კიდევ არ დალაპარაკები ხარ. ლეო მაპატია, ძალიან დავიღალე. ამას არ გულისხმობდი. ისე გამოვიდა რომ გულისხმობდი, მართლა არ მინდა დავწუხვარ. კარგი, გავიგე. ლუის, უნდა ვისაუბროთ. მართლა. გულწრფელად უნდა ვისაუბროთ ყველაფერზე. კარგი, გისმენ. ვიფიქრე და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მეგობრები ვართ, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. მეც ასე ვფიქრობ. და მადლობა რომ დამპატიჟე. ცერემონიაზე. წამოვალ. მაგრამ ღმერთო.
ემა, მზად ხარ? კი, თითქმის დავამთავრე. რაღაც უნდა წავეკითხო. გინდა მე წამოვიღო. საჭირო არ არის. შეიძლება უნაგირი დავადგა? არა, ჯობია, ის მომიტანო. ყველა ცხენი დაჭედილი გყავთ. ამის გარეშე არ შეიძლება? ნალის გარეშე? არ ვიცოდი რომ ექსპერტი იყავი. არა, უბრალოდ ცხენებს ნალის გარეშე უფრო კარგად უმოძრავებს სისხლი ფეხებში. ფლოკვებში. რა თქმა უნდა, ამას გულისხმობდი. საერთოდ მართალი ხარ, მაგრამ ისეთ ადგილებში დავდივართ ცხენებს მაქსიმალური დაცვა სჭირდებათ. შენი უნაგირის თასმები დაჭიმე რა თქმა უნდა. და ელიოდის. მას ძალა არ ეყოფა ამის გასაკეთებლად. მე შევძლებ. უკვე ყველაფერი გავაკეთე. წავედით. უფრო სწრაფად ვერ ვივლით? ეს ნორმალური სიჩქარეა. სავარაუდოდ ეს გაკვეთილია. არაფერი არ უნდა ასწავლო ელიოტს. ვასწავლე. არაფერს ასწავლი, უბრალოდ ცხენის ზურგზე ვსხედვართ. ამას ცხენზე ჯდომა ჰქვია. ინსტრუქტორო, იმდენი ფული მეგობრებო. გადავიხადეთ, რომ კარგი, რა ელიოტს გთხოვთ? საუბარს ვცდილობთ. მისმინეთ. რა? შარლოტა. მინდა დღევანდელზე გესაუბრო. რა თქმა უნდა? რას იცო? პიჯაკს რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი ვარდისფერი ჰალსტუხი გაიგეთე. ერთ ფერში ვიქნებით, ანსამბლი უნდა გქონდეს. ისე მიხარი 6 კვირის ხელფასი დავხარჯე ამ კაბაზე. ლუის, ლეო, მიხარია შენი ნახვა. და ძალიან ველოდები დღევანდელ საღამოს. იდეალური კაბა ვიყიდე. მოდი გამოვიცნობ 6 კვირის ხელფასით. 7. რაიმე ისე არა? თუ რაიმე ისე არა, მითხარი. იცი, მე სიმართლე ის არის რომ ავად ვარ და დღეს ალბათ ვერსად ვერ წავალ. და შენი ჯილდო? თუ გავიმარჯვებ, გამომიგზავნიან. მაპატიე. არა უშას. გამოჯამრთელდი. შევეცდები. შარლოტა, გამარჯობა. იცი, სიმართლე რომ გითხრა, მე ავად გავხდი. ჰო, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ვფიქრობ საღამოს ვერსად წასვლას ვერ მოვახერხებ. კარგად ხარ მეგობარო? რა გინდა მითხრა რომ ჩემი ბრალია? ნამდვილად დავჭიმე თასმები. ნიშნულობა არ აქვს. შეგიძლია მე ამბოხე წაიყვანო, დასვენება სჭირდება. კი, რა პრობლემაა? მაგრამ მაშინვე საძოვარზე გაიყვანე, აქ ბევრი შხამიანი მცენარეა. გავიგე. დავედით მე ამბოხე. ეს გაუსაძლისია. ის ისე მაქცევა თითქოს ბავშვი ვიყო და არაფერი ვიცოდე. შენ კი იცი. ამას მნიშვნელობა არ აქვს, პატივი უნდა მცეს, კლიენტი ვარ. მე კი ვფიქრობ, რომ მეში საუკეთესო მასწავლებელია. დედა შეიძლება შემდეგ ხტუნვა ვისწავლო. რა თქმა უნდა, თუ ემა არც იფიქროს, მე იქ აღარ დავბრუნდები. გამარჯობა. გამოიცანით, ვინ მოვიდა? დედა? ეს ეშია. ეშ, ემამ თქვენზე მიამბო. არ დაუჯეროთ მას, ყუილი იქნება. ეს კი ემას მეგობრები არიან, რიკი და კლეო. გამარჯობა, როგორ ხართ? სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. რაღაც მოგიტანე მეგობარო. სერტიფიკატი. რა მაგარია? ძირითადად პოსტით ვაგზავნით ხოლმე, მაგრამ გადავწყვიტე პირადად მომედანა. შენს დაიმსახურე. დედა, ხედავ, ხომ ვამბობდი რომ საუკეთესოა. ეს ძალიან სასიამოვნოა თქვენი მხრიდან, არა ემა? კი, დედა.
ასეთ ზემაც მიიღებს? მაბატია, მეგონა ემა უბრალოდ თვალყურს გადავნებდა და არ შემიყვანია სიაში. მაგრამ ემა თუ გინდა შეგიძლია კიდევ ერთხელ გაიარა კურსი, უფასოდ. გონი კარგი იდეაა. კიდე თანხმდი. არა მადლობა. უკვე საკმაოდ ბევრი გავიგე ცხენებზე. ფეხბურთში აღებული ჯილდოს გვერდით დავდებ. დედა, ეში ჩვენთან ერთად ისადილებს? არა, ნუ შეწუხდებით. ალბათ ბევრი საქმე აქვს. კარგი რა. ყველას ეყოფა ადგილი. ასე რომ დარჩით. გთხოვ, დარჩი. უნდა ნახოთ, როგორ ჯირითობს ეში მეამბოხესთან ერთად. მას 3 მეტრის სიმაღლის ღობეს შეუძლია გადაახტეს. ხომ ასეა ეში? რა თქმა უნდა. ეშ, ემამ თქვა, რომ ბევრი რამ ისწავლა შენგან. კარგი შთაბეჭდილება მოახდინე მასზე. ის არც ისე სწრაფად სწავლობს, მაგრამ თუ მოდუნდება, უკეთესი იქნება. მე დავნაყდი. ყველამ დაასრულა? არა, უბრალოდ ვიფიქრე. კარგი, მე წავალ. გმადლობ გამასპინძლებისთვის. არაფრის. დიახ, გისმენთ. არ გინდა დაემშვიდობა. მირჩევნია ველურმა ცხენებმა გადამიარონ. ალბათ ეს არას ნიშნავს. სამწუხაროა, საყვარელი ბიჭია. რა? შეუძლებელია. არა, მე არ მიმიყვანია იმ სცენარესთან. ახლა ვემოვალ. რა მოხდა? მე ამბოხეს დიდი პრობლემა აქვს. ცუდად არის. გონი მოიწამლა. უნდა წავიდე. გმადლობ. იცით, გონი მე მოწამლა ეშის ცხენი. რა? საძღვარზე მიმყავდა და გზად ასეთი მცენარე იყო. ეს შხამიანია. არ დამინახავს, მაგრამ შეიძლება შეჭამა. ეს უთხარი. არ შემიძლია. რა უთხრა? უთხარი რომ მისი ატანა არ შეგიძლია და მისი ცხენი მოწამლე. ეს სასაცილო არა, უნდა დავეხმარო. ხვალ შევხვდებით. მარტო გავუმკლავდები ამას, რა თქმა უნდა. ცოცხალი ცხენი. საბრალო ემა, ისე განიცდის. ეს ბიჭის გამოა როგორც ყოველთვის. ბიჭები. კარგი, გასაგებია. რა გააკეთა ლუისმა? მამ თქვა ცერემონიაზე მასთან ერთად წავსულიყავი. შემდეგ კი მითხრა, რომ ავად გახდა. ვერ ხვდები რაზე ფიქრობს. კლეო მას მოსწონხარ, აი ამაზე ფიქრობს. თქვენ ხომ მეგობრები ხართ? დადი ცერემონიაზე და მისი სახელით წამოიღე ჯილდო. ძალიან კარგი იდეაა. მემართება ხოლმე. გას მაბატია, ეს ჩემი ბრალია. ასეა. მაგრამ რამე უნდა ვიღონეთ? ვერაფერს ვიზამთ. რაღაც დროის შემდეგ შხამი ორგანიზმს აჯობებს. ექიმი დილით მოვა, მაგრამ არ მგონია იქამდე იცოცხლას. ემა. აქ რა საკეთებ? რაღაცაში უნდა გამოგიტყდე. ალბათ ეს ჩემი ბრალია. ჩემს გამო შეჭამა ეს მცენარე. ემა, ხომ გაგაფრთხილე? ვიცი და არ დაგიჯერე. მაპატიე. მაგრამ გონი მისი დახმარება შეგვიძლია. სხეული უნდა გავუცივოთ, რომ ტემპერატურა დაეცეს. ყინული საბაზანა. ყინული საბაზანა. ემა ეს ვიღაცამ დადო ინტერნეტში, შინაური მეთოდე. მაგრამ ხომ შეიძლება გამოგვივიდეს? ემა გაიგე, ეს თამაში არ არის. ეს სერიოზულია. წადი, კარგი. შენ უკვე ყველაფერი გააკეთე. მე ამბოხე, ყველაფერი კარგადაა. მე ვარ.
შვიდად. ყველაფერი კარგად იქნება. უნდა დავკეტო ლუის. კიდევ ცოტა ხანი. ლიმუზინი 8-ზე მოვა. კარგი. მარტო მიდიხარ? მეც ყველა ვერ ნახე. რა ვქნა რას ვიზამ? შეხედე. გონი გაგიმართლა. შარლოტა? ლუის. მეგონა ავად იყავე. ვიყავე. უпростоრად, ასეა. და აქ რას აკეთებ? გადავწყვიტე დაგხმარებოდი შენი სახელით ამეღობრიზე. ეს ძალიან სასიამოვნოა შენგან. მშვენიერია. ესე იგი შეგვიძლია ერთად წავიდეთ. როგორც გვეგმავდით. როგორც გეკმავდით. ლუის, მოვედი რომ შარლოტა? კლეო? ისეთი სასაცილო ისტორია გამოვიდა. ლიმუზინი მოვიდა. ადგილი სამივეს გეყოფათ. მე არ მომდივარ, არც მე. ერთ წუთში ადგები დედა. მე ამბოხე. ემა, დილა მშვიდობისა. მე ამბოხეს მონახულება გადავწყვიტე. მას სიცხე არ აქვს? კარგად არის. ეს როგორ მოახერხე? ცოტა მაგია. ეს რას ნიშნავს? ახლა ვეტერინარობა გადაწყვიტე? არა. იმის შემდეგ რაც მოხდა, იქ აღარასოდეს შემიშვებენ. დამწუხაროა. თავს არ დავდებ, მაგრამ რაღაც საინტერესო იყო იმ სიტუაციაში. არ ვიცი რას გულისხმობ. როგორ ჩაიარა ცერემონია? როგორი იყო ლიმუზინით გასეირნება? გასაგებია. რა ჩაიდინა ლუისმა? ჯობი არ იცოდეთ. მაგრამ ერთი დადებითიც მოხდა. იგივე გაუკეთა შარლოტასაც. ბიჭები, როდის მიხვდებით? ამას ვინ ამბობს? სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულაშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშონია. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.